მოკლედ, მე მაინც მინდა დავიწყო ფსიქიატრებით. როგორც იტყოდა იჩქერიის მეხუთე პრეზიდენტი აბდულ ხალიმ სადულაევი, ეხლა არ მხოლოდ ევროპის და შეერთებების რადარზე ვართ, არამედ ჩვენ ვართ მათ პარტნიორი ქვეყნები. ამ მუხტს ვერაფერი ჩააქრობს. ეს მუხტი არ არის გამოწვეული არც NGO-ებისგან, არც პარტიებისგან, არც ვიღაც ინდივიდუალური პირებისგან. ეს მუხტი არის ქართველი ერის ღირსება. ერთი რაღაცაა მნიშვნელოვანი, რომ სახელის გატეხვას ჯობს, რომ თავი გაგვიტყდეს და ხალხის მეც როგორ დაიწყო, როგორ იწყება? აქ ჯარიმის მეშინია. რატო უნდა მეშინო? ვისი ჯარიმის უნდა მეშინოს? ამ პოლიციის? თავრობას მაინც ვერ გავაგებიეთ ის, რომ ჩვენ ევროპა არ გვინდა. დღეს თქვენთან არის აკაცუკი, თქვენთან არის გონდორი, როჰანი, ფროდო ბეგინსი, ჰარი პოტერი, გრიფინდორი, რა ვიცი, ატრეიდესების საგვარეულო. ჩვენ უკვე დავინახეთ წინა დღეების განმავლობაში ამ საპროტესტო აქციებზე, რომ ჩვენ მომავალ ექიმებს გვიჭრიან ჰიპოკრატეს ფიცამ და მისასვლელ ყველა გზას. უკვე მეოთხე დღეა, რაც ინანოს სტუდენტები ვართ გაფიცულები და უერთდებთ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს. უნდა რა თქმა უნდა თავისუფლება რეჟიმის პატივებს. ხვალ 7 საათზე პარლამენტის წინ გელოდებით ამ არჩევნებს არ ვაღიარებთ ხალხო. ჩვენი პროტესტი არის, რომ არასდროს ჩატარდა ყველაფერი და ხალხისთვის რო არავინ არაფერი არ არის. არანაირი არაფერი. ამას როგორ შევაფასებ? ამას შევაფასებ როგორც ქართველების გამარჯვებას! უღრიალებ 3,800,000 ადგილზე იმყოფებიან მოქალაქეები, რომლებიც სპონტანურად გაიგეს, რომლებმაც ამ აქციის შესახებ სპონტანურად გაიგდნენ. დიდი მადლობა, რომ მომაწოდეთ მიკროსკოპი და მაგ თქვენ ქვეყნის სადარჟე გეხართ. ვეღანაირად ვეღარ აპროტესტებენ თავრობა, ხელისუფლება ვეღარ როგორ აღარ. დაღშვილი ვიყო, გამოსტილი ვიყო, გაერთიანება მოსახლეობის იქა და აქა. იწყება აქა. მე არ მოველოდი, უბრალოდ მე ყველაფერს მოველი, არ მოველოდი, იმიტომ რომ არ მოველოდი, მაგრამ ამავე დროს მოველოდი. სადაც მითხარი რომ აქ ვიქნები, ამ დროს როცა მოვიდა, მე იქ არ ვიყავი. და დაჯდა იმ სკამზე, რომელს სკამზეც მე ვიჯექი. ამან მოიგო, იმან წააგო. მაგრამ როდესაც ამან მოიგო, მაგრამ ამან არ მოიგო და იმან რო წააგო და ამან მოიგო. თუ რამე გამეგოს ბოზეშვილი ვიქო. Atrás მაგმორიად გაიოპანიეს. წინ მებრძოლო ქართველო! ამღრეული მდინარეა ეს ცხოვრების დინება. წეულია ის კაცი, ვინც მოიგონა გინება. თქვენი სლოკინი, ხელთა ფოტინი. ეხლა ვეროდით. ჩემი გრძელი სანთელი, არიცი რა გელის, რა გველის. გარეული ვარდის შტოსაგან სტვირი გააკეთა და რადიო 105-ის პირდაპირ ეთერში ტვინს სათქმელი არ შეიცვალა. პირველი დღიდან აქ ვარ, უკვე ბევრი წელია აქ ვარ. გავარტყი ამათ ყველანაირ მშვიდობას. დავედით მამაცო. კიო მივიდა, ყლეო მივირჩევნია. მაგრამ სამშობლო მიყვარს. აი აქ, აი ამ გულში. ვარამია, რომელიც გაიქცა მიტინგიდან ეხლა და იქ გეი კლუბებში დადის ალბათ ბრიუსელის ახლა, მაგრამ იქ გაერთობა. და ხარ მოგატყობს კიდევ რაღაცას. სადაც გინდა იქ დავდივართ. ხედავთ ალბათ
ნიკუტას ეროვნულ ბაღლინჯოს აგერ. თბილისში ცოფი დაფიქსირდა, იძებნებიან ადამიანები, რომლებსაც მიუსაფარ ძაღლთან კონტაქტი ჰქონდათ. მოკლების შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთა შეხებლობაში მყოფი 6 პირი, რომლებიც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას, თუმცა ადგილობრივების განცხადებით დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აჰა. დიახ, ზუსტად ასე ხდება. დიახ, აი მოდის. თუნმა ლუდი დავლია და ჩემს ეს პრობლემა სირცხვილია როგორც ქალი რა ლუდი დავლია. რა დაზიანებები აქვს შეგიძლიათ გითხრათ პაციენტს? ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. ბატონო, ალკოჰოლური ინტოქსიკაცია. მოკლედ ჩემ ძველი მეგობრები მეხუმრებოდნენ მაგათ მარიციანი შეგიძლია გაცილებით მეტყავს დარჩა. მეტაყლი არისო რა. შევბიჭო ქართველები ეგეთები გონია. დაიბო გაჭაპიშუკლე ჩაგულე წაგაჭა. გენდაფები აქვს, ჯადოქრები მეუნდა კეთილი ხალხი. ძალიან ბევრი. ჩემი მოთხოვნა აი ეს ახლა გაიწიოს და გაგვატარონ. კაი ჩემო ძმა, აუცილებლად აწი გავითვალისწინე. ჩაბარდა ევროპული ცივილიზაცია. თუ აქამდე ჩვენ ვებრძოდით თავრობას, ეხლა ჩვენ ვებრძვით არავის. აი ესე გვიწევს ახლა აქ მუშაობა პრაქტიკულად როგორ ყავშია გახვეული ყველაფერი. თქვენი ფანტაზიური დედები უნდა მე ყველა ის მოსამართლე და პროკურორი, ვინც ამაში ჩართული არის, ჩემთვის როგორც ამ ქვეყნის მოღალატისთვის არის სუფლებას ვანწყავენ და ახლა მაგალითად გუშინ მქონდა პრობლემა, შვიდობა გვინდა რომ მინდა იმით. ხელი გაუშვი! Jisha Saakashvili must be free. შენ მოგიწევს. მეკითხებიან, რა არის გეგმა, რა არის ოპოზიციის გეგმა? გეგმა ვარ ჩვენ. დაახასიათეთ მამუკა ხაზარზე 3 სიტყვით. 3 სიტყვით ვერა, მაგრამ 3 ასოთი შემიძლია დავახასიათო. ლელო არის, როგორ გითხრათ, მოკლეკაბიანი, ლამაზი გოგოსავით საფეხბურთო მოედანზე. ყველას უნდა ის თავის გუნდში იყოს, ოღონდ არა იმ მიზნით, რასაც ფეხბურთის თამაში ქვია. ეხლა თუ არ მომანადეთ, კარგი იქნება, ძალიან ხო. ჯენზი, გამოდი დავამთავროთ ეს ყველაფერი. სად არიან ახალგაზრდები, კაცო? ამ ბავშვებს თავი დაანებე რა შენ გეუნები, ხო? პლიუსებს შევეცო, ხელი გაწეთო, შემოგავეწავ ცხვირის, ბიჭო. მოგესალმებით, ვიწევთ საქართველოს მოქალაქეებს. არ გვინდა მაკდონალდის მაგივრად პუსნა იტოჭკაში ვჭამოთ. დიდი მადლობა. მეტა მაგ დროს მოვესწრო რომ მაგაზე ვიკაიფოთ, ისე ვიკაიფოთ რაღაც. ჩაი ხაროში ჩაი. გააღებ კარები რუსებო. მე თქვენთან ვარ და ვიქნები. აბა, ჰა. ეხლა დავიშალოთ, ავიდეთ დავისვენოთ და დღის განმავლობაში ჩვენ გადავიგეგმებით და შევატყობინებთ შემდეგ რაღაცას ნაბიჯს რაც გავაკეთებთ. სავარაუდოდ ალბათ უფრო ხო არის. ნახეს მამა გარდაიცვალა და მოგვიანებით გნახავთ.